იტალიის ქალაქ ფლორენციაში ფრანკო ძეფირელის ფონდის დარბაზში ქართველი კომპოზიტორის დავით თორაძის საავტორო მუსიკის საღამო პირველად გაიმართა. ღონისძიება საქართველოს კულტურის სამინისტროსა და იტალიაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერითა და ლეჩსო თორაძის ფონდის ორგანიზებით ჩატარდა. კონცერტზე შესრულდა დავით თორაძის კლასიკური ნაწარმოებები და მისი ცნობილი კინომუსიკა, რომელსაც ქართული კინოს ოქროს ფონდში განსაკუთრებული ადგილი უკავია. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ცნობილმა ქართველმა მუსიკოსებმა. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, როგორ წარმოადგენს სხვადასხვა ქვეყანა თავის თავს მთელ მსოფლიოში. დავით თორაძის ხელოვნება და ის, რაც დღეს ფლორენციაში ხდებოდა ზოგადად ფრანკო ძეფირელის ფონდში, ეს იყო უმნიშვნელოვანესი. ჩვენ წარვდექით უმაღლესი ხარისხის პროფესიული მუსიკით. ნამდვილად ჩვენი ოქროს ფონდი გამოვაფინეთ. საოცრება იყო საერთოდ ის ყველაფერი, რაც დღეს ხდებოდა ამ სცენაზე. დღეს სცენაზე იყვნენ მსოფლიო დონის მუსიკოსები, რომლებიც ქართულ კულტურას და ქართულ მუსიკას ემსახურებოდნენ. ჩვენ ვიყავით შესანიშნავი მუსიკოსის, თქვენს ქვეყანაში ცნობილი ვარსკვლავის დავით თორაძის სტუმრები. მე მომეცა შესაძლებლობა მომესმინა ნაწარმოებები და ძალიან ამაღელვა ორკესტრის ოსტატობამ და გუნდის ხარისხმა. ჩემთვის ასევე ძალიან სასიამოვნო იყო საქართველოს კულტურის მინისტრთან შეხვედრა, რომელსაც ვაჩვენე ფონდის შენობა და ფრანკო ძეფირელის მუზეუმი. იმედი მაქვს, რომ მასთან და გიორგისთან ერთად ფრანკო ძეფირელის ერთ-ერთ ოპერას ჩამოვიტანთ თბილისში. ეს ჩემთვის დიდი ღონისძიება და შესანიშნავი გამოცდილებაა.